გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვება ობიექტივს. ქალაქ ჯვარის მოსახლეობა და ჯვარის საინიციატივო ჯგუფის წევრები ენგურჰესის წყალსაცავთან ხოკოს კარიერზე თაბაშირის უკანონოდ მოპოვებას აპროტესტებენ. ჯვარის საინიციატივო ჯგუფის წევრების განმარტებით აღმაშფოთებელია ის გარემოება, რომ თაბაშირის მოპოვების მიზნით დაუდგენელი კომპანია ფიზიკურ ზემოქმედებას ახორციელებს ხოკოს ტერიტორიაზე წყალსაცავის მიდამოებში. ასევე მათი თქმით, ხოკოს კარიერზე მიმდინარე სამუშაოებმა შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს. ამ ადგილებში კარიერის გახსნა კი არა, მიწაზე ბარის დაკვრაც არ შეიძლება. თუმცა სამუშაოები 2007 წლიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. ხოკოს კარიერზე მიმდინარე სამუშაოებთან და მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით მედია კავშირ ობიექტივში მიწვეულები იყვნენ ექსპერტები, გეოლოგები და ეკოლოგები, რომლებმაც თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს. მათ შორის იყო ჯვარის მკვიდრი ჟურნალისტი, ეკოლოგი და მხარეთმცოდნე გვანჯიმანია. გთავაზობთ მათ კომენტარებს. რა საშიშროება ელის ენგურჰესის გარშემო იმიდამოებს ხოკოს კარიერის მშენებლობის პროცესში. ბატონო გვანჯი, მე მიმართავ სრულიად საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთაც გულშემატკივრებს. პრობლემა არის მეტად სერიოზული. პატარა სათაურად გამოტანილი გვაქვს სოს, ესე როცა გემიძირება, უბედურება მოელის, იმ დროს უშვებენ ასეთ სიგნალს. და ოჯახის პირობებში იძახებენ სასწრაფოს ან სახანძრო მანქანას და რომ კატასტროფული ის არის პირობები. ასეთ ვითარება არის შექმნილი ენგურჰესის ჯვარის წყალსაცავის და ამ წყალსაცავის მარცხენა ფერდზე ხოკოს კარიერთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 11 ივნისი დამოყოლებული, აი მალე შესრულდება 9 წელიწადი, რაც ქართულ მედიაში, საქართველოს რესპუბლიკა იქნება, ლიტერატურის საქართველოს იქნება, თუ ჩვენი მედია, ტელევიზიის საშუალებები, იბეჭდება, რომ 2007 წელს გაცემული არასწორი და არა არგუმენტირებული ლიცენზიის საფუძველზე ხიბლი არის ასეთი შპს ორგანიზაცია, აწარმოებს ღია კარიერული წესით თაბაშირის მოპოვებას. ეს სამუშაოები როგორი, ესე იგი, შეიძლება თქვა ბარბაროსული წესით ხდება და როგორ ემუქრება ეს ამ წყალსაცავს, რომელსაც წინასწარ ვიტყვით, ისე უნდა უფრთხილდებოდეთ, როგორც აკვანში მწოლია რეყრმას, ეს ერთ-ერთი ცნობილი მშენებლის და სპეციალისტის ნოდარ ემუხვარის ნათქვამია და მრჩება სულ მეხსიერებაში და რომ მაყურებელი მსმენელი შევყვანოთ საქმის კურსში, ვაჩვენოთ კადრები, აი ზუსტად აქ ნაჩვენებია იალბუზი ჩანს. ტექნიკურ პერსონალს ვთხოვთ რომ გავუშვათ, დიახ, ჩანს სოხუმი და ჩანს ფოთი და შუაში არის ბატონო ენგურის ხეობა, რომლის სიგრძეა მოიხსენებათ 2013, აგერ წყალსაცავს მივადექით, აი ამ წყალსაცავში ჩანს წულიშის მთა, წყალსაცავი არის მარცხენა კიდეზე, აი ამ წყალსაცავის ყველაზე ვიწრო ადგილი გახლავთ ხოკოს კარიერი. ეს არის გზა, რომელსაც ზუგდიდიდან მივყევართ ამ ხოკოსკენ. სულ 40 კილომეტრია, 41 კილომეტრი. მივყევით ამ გზას, ჩვეულებრივი გზა, ხო ხედავთ? აი ახლა ამ ჩვეულებრივ გზას თქვენ შეატყობთ, აი ნახავთ რას? სიგნალს. ნაპრალი ნახეთ მარცხენა მხარეს. კიდევ გამოჩნდება ნაპრალი. აი ამ გზიდან სულ რამდენიმე მეტრში, აი უკვე გადაიხედავ და ნახავთ წყალსაცავს. რომელიც არის კავკასიაში ყველაზე დიდი წყალსაცავი, 1 მილიარდ 100 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის, სწორად ვამბობ არა? ანუ რაც საქართველოში ჰიდრო ენერგეტიკული მშენებლობის მოყვა წყალსაცავები ყველა როდ ერთად დააგროვო იმაზე მეტი, სიგრძით 30 კილომეტრი და აი ამ წყალსაცავს ასეთი უგუნურად, ასე ხეპრულად ემუქრება, ესე ვთქვათ, დანგრევა და შეიძლება ეს წყალსაცავი გადმოდინდეს მაგანის ხობაში და დატრიალდეს გაუთვალისწინებელი კატასტროფა. იცით რა არის საინტერესო? საკანონმდებლო დონეზე არსებობს თუ არა ისეთი კანონმდებლობა ან შესაძლებელია ისეთი ორგანიზაცია, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც უნდა ამოწმებდეს სწორედ იმ ლიცენზირებული
შეპესეების თუ არ ვიცი ხა იურიდიული პირების საქმიანობას, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ ხოკოს კარიერის შესახებ, ხომ? არის თუ არა ესეთი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კონტროლს, ან რაიმე საკანონმდებლო ბაზა არსებობს თუ არა, რომელმაც შესაძლებელია რომ გამოიკვლიოს იქ არსებული სიტუაცია ბატონ გვანჯი და ესე ვთქვათ დადოს დასკვნა. რამდენად ეს სასარგებლოა? სწორი ბრძანდებით. აი ზუსტად საინიციატივო ჯგუფი ენგურის ხობის ცხოვრები ადამიანები დაინტერესებული კი არა, ისინი ხედავენ აშკარა საფრთხეს. ამანაც გაერთიანა ეს ადამიანები, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ასაკის, ეს იქნება მეზობელი 4 რაიონია მოგეხსენებათ, აი ამ მესტიის, გალის, ზუგდიდის და წალენჯიხის და აი ეს ადამიანები მოითხოვენ ძალიან მარტივად. დასკვნის სახით ავტორიტეტული სპეციალისტებისაგან კომისიამ შეისწავლოს და კარიერის საკითხი და შემდგომი ფუნქციონირების მიზანსაჭიროების შესახებ დადოს ოფიციალური დასკვნა. ისინი ამას მოითხოვენ. და კიდევ ოფიციალური დასკვნის დადებამდე შეძლეს ყოველგვარი სამუშაოები. აი ამას ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს დღეს, ინტენსიური სამუშაოები აი ესე ხოლმე ნახეთ აი ახლა ვინ უნდა დადოს დასკვნა. მაგალითად ესე იგი ადამიანს გაეღიმება რომ ისეთი საბუთები მოდის იგივე გარემოს დაცვის სამინისტროდან. ესე იგი ღიმილს იწვევს ვიზუალური დაკვირვება და ასეთი სიტყვებია მოხსენიებული მაშინ როცა დასკვნის გაკეთება შეუძლიათ დამეთანხმებიან ბატონები ვის მხოლოდ ავტორიტეტულ კომისიას რომელშიც იქნებიან გეოლოგი, გეომორფოლოგი, გეოფიზიკოსი, ჰიდროგეოლოგი, კარსტროლოგი, სეისმოლოგი, გეოდეზისტი, კლიმატოლოგი, ბოტანიკოსი, ნიადაგმცოდნე, ჰიდროლოგი, ეკოლოგი. შეიძლება აკლია კიდეც. ბატონო და მე მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ? მსგავსი რამ ნებისმიერ სხვა ევროპულ და ისეთ განვითარებულ ქვეყანაში რომ ხდებოდეს, იქნებოდა ასე უყურადღება, როგორც დღეს საქართველოშია? ნუ დავიწყებ ისევ თავიდან. სოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის ჩვენი კაშხალი არის ყველაზე მაღალი. ჩვენს პირობებში ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ პირობებში საკმაოდ რთულ პირობებში არის აგებული. ამიტომ აი ესეთი ჩარევები და ასეთი რაღაცა დაუშვებელია. ძალიან საშიში. მე ვფიქრობ, რომ იმ ადგილებში, რომელიც მე ახლა ვნახე, აი ბატონმა გვანჯიმ რო ბრძანა, შეიძლება ეს არც კი იყოს. მე მგონია რომ იქ რაღაცა სადრენაჟო სამუშაოებიც იქნება შესაძლებელი, მას მერე იქნება დასარგავი, რაღაცები, მოსაწყობი და რაღაცები. ეს ძალიან დიდი ნაგებობაა, ურთულესი ნაგებობაა, ურთულეს პირობებში აშენებული, ამიტომ დაუშვებელია ენგურის აი აუზში და მის პერიმეტრზე ალბათ ხო? პერიმეტრის ჩართვით ყოველგვარი ჩარევა ადამიანისა თუ ამას არ უძღვის რაღაცა ისეთივე სერიოზული და საფუძვლიანი გამოკვლევები, როგორც ეს უძღოდა თვითონ ამ ნაგებობას. აი, მე მშენებელი ვარ, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ გავფრთხილდეთ ამ ნაგებობას. ეხლა გისმენთ ბატონო და უცებ თვალწინ დამიდგა, ალბათ საჭიროა საზღვრების დადგენაც. ხო, ალბათ. აი პერიმეტრზე ესე ვთქვათ, ენგურის ანუ ენგურის ხეობა. აი ეს ენგურის ხეობა, აი ჯვარი. რომელიც უნდა იყოს ხელშეუხებელი უსაფრთხოებისთვის, სწორედ და არა სხვა მიზნებისთვის და ბატონო გიორგი, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ძალიან მინდა კიდევ როგორც პროფესიონალმა და სპეციალისტმა კვლავ შეაფასოთ ის საშიშროებები, აი კონკრეტულად. აქ ითქვა რომ შესაძლებელია გამოიწვიოს მიწისძვრა. ნუ ეხლა ჩვენ არ გვინდა რაღაცა ძალიან ესე ვთქვა დავამძიმოთ ეს თემა, მაგრამ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. აი ეს ნაპრალები, რომელიც თქვენ აღწერეთ როგორ ჩნდება. ნაპრალების შედეგად რა შეიძლება მივიღოთ? ესე იგი იზრდება წყლის ფილტრაცია. დიახ. ფილტრაცია თავის მხრივ შლის სამქანებს კიდევ, იმიტომ რომ კარსტია. ესა კირქვები არის და ვითარდება კარსტი. ბოლოს მივალთ იქამდე რომ თვითის საყრდენი რომელზეც კაშხალია დაკმობილი და ფერდები აქეთ და იქით მაღანას ხეობისკენ ერწოს ხეობისაკენ ესენი გახდება წყალგამტარი დაჯდება და აი დაიკარგება ის მდგრადობა რაც კაშხალს გააჩნია და წყალსაც გააჩნია ანუ გაიზრდება ფილტრაცია და საით მიდის ეს წყალი არ ვიცით
საბოლოოდ ყველაფერი ეს რასაკურია ჯადის ზღვაში. მაგრამ მანამდე ეს გადის ერთი მიმართულებით რა ტერიტორიებს გადის და ეს არის მაღალას ხეობისკენ მიდის და ერწყმის ხეობისკენ მიდის. ესე იგი, საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ გააძლიერებს კარსტულ მოვლენებს. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ეს ისედაც უნდა თანამდებობებით მოხდეს და თუ ჩვენ კიდევ ადამიანები დაუმატებთ საშიშროებას, იმიტომ რომ პროვოცირებას ვახდენთ კიდევ ხო ჩვენი ქმედებით. საშიში კიდევ ის არის, რომ თუ ერთი პრეცედენტი დაუშვით. დიახ. და იქ მუშაობა შეიძლება გამოდგეს. მეორეს უარს ვეღარ ატყვით. ვერც მესამეს ატყვით. მაშინ წავა მასიურად კლიენტთა აქ დამუშავება. და შედეგად იმას მივიღებთ, რიციც ყველას გვეშინია ახლა ჩვენ. აი გვეშინია პირდაპირ მისი თქმა, რომ შეიძლება მოხდება კატასტროფა. მითუმეტ რომ წყალსაცავმა კიდევ 60 წელიწადი უნდა იმუშაოს. ანუ ექსპლუატაციის ვადა არის ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი, ნახევარზე მეტი. 40 წელიწადიც არა ჯერაც მუშაობს და კიდევ 60 წელიწადი უნდა იმუშაოს. ამ პირობებში ბუნებრივი მოვლენები განვითარდება ძალიან საშიში მიმართულებით და ადამიანები აღარ უნდა დაუმატოთ ამას. და ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ ერთ ფირმას აძლევთ უფლებას მუშაობისა, მეორე საბაბით ეთქვით უარს. ეს დაშლის როგორც ბატონო ნოდარმა თქვა, დამცავ ზედაპირს, ან კონდებარო ზედაპირს, გაძლიერდება ინფილტრაცია ზემოდანაც, განვითარდება მეწყრები, კარსტები და მე იმას მივიღებთ ნათელი მაგალითებიც გვაქვს სწორ. ბატონო და დაამატება გნებავთ. დიახ. სულ ერთი ოდეწუთი და რომ ენგურის კაშხალი ეს არ არის ბოლო ჩვენი სურვილი. ჩვენ კიდე უნდა ავაშენოთ ხუდონი, ტობარი, ფარი და ასე შემდეგ. ენგურს აქვს უდიდესი პოტენციალი და ნუ შევქმნით ისეთ პრეცედენტებს, რომ საშიში გახდეს შემდგომ მშენებლობებზე ლაპარაკი. ამასაც გაუფრთხილდეთ. ბუნებრივია ამ თემით დაინტერესდა საინფორმაციო ცენტრი ჯიხა ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა და შეეცადა გაერკვია თუ რა მდგომარეობაა ენგურჰესის წყალსაცავთან, კერძოდ ხოკოს კარიერზე. ჩვენ პირადად გავესაუბრეთ გეოლოგს ოთარ ჩიქავას და შეპესე ხიბლის წარმომადგენლებს. გეოლოგის განმარტებით ენგურჰესის კაშხალს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე მისი თქმით, არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ეს მეწყერ საშიშის ზოლი დაიშალოს. ეს არის თაბაშირის კარიერი, რომელზეც გაიცა ლიცენზია 2007 წლის მარტში გარემოს დაცვის სამინისტრომ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ. და რა ხდება? ხდება თაბაშირის ამოღება, დამუშავება. და სად მიაქვთ შემდეგ ეს? ეს მიაქვთ ხობში, სადაც აშენებულია თაბაშერ მოყავოს ქარხანა, რომლის ასალა არის თაბაშირი. და მიაქვთ იწყებს ახლა მუშაობას ქარხანა, დიდი ქარხანა, სადაც დასახლდება 250 კაცი. უკვე დასაქმებულია 60 წესამდე იქ ადგილზე. ვიზუალური დათვალიერებით, რაც ჩანს, მე ვარ სპეციალისტი, ამის გეოლოგი ვარ, რაც ჩანს ეს განტვირთვა. აი ამ კაშხლისთვისაც და ამ მეწყრისთვისაც, იმიტომ რომ ეს მეწყრის ზემოთაზის მეწყრის ზემოთაზის ეს კარიერი. კარიერის მასა რო გავუვართ ჩვენ ეს განტვირთვა მეწყრისთვის. თვითონ კაშხლისთვისაც. და ანუ იმის თქმა გინდა. იმის თქმა მინდა რომ ეს არავითარ საშუალებას აწარმოადგენს ვიზუალურად. მაგრამ დეტალური კვლევა ჩატარებულია, ძველი კვლევებია ჩატარებული და ეხლაც აპირებენ დეტალური კვლევების ჩატარებას და ამიტომ მოდიან ახლა სააგენტოდან, გარემოს დაცვის სამინისტროდან, გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოდიან სპეციალისტები რომ დააგვირდნენ. ამე პროცესებას ხო არის იწევს მეწყრისას ეს პროცესები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აქ არის ჭორები რომ ეს ხეობა, ენგურის ხეობა შეუერთდება მდინარე მაგანის ხეობას ჩვენი მუშაობასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოიწვევს შეერთებას ამ მდინარეების. ეხლა საქართველოში თუ ბიზნესი კი არა, საწარმოები არ შეიქმნა, ხალხი არ დასაქმდა, ამისთვისაა ბრძოლა და ხელი შეშლა არაა საჭირო. პირიქით, ხელი შეწყობაა საჭირო ბიზნესმენებისთვის და წარმოებისთვის, რომ წარმოება განვითარდეს საქართველოში. რა თქმა უნდა, მაგრამ გარემოს დაცვით. გარემოს დაცვით დასაგროლია, გარემოს დაცვით. ისე რომ გარემოს ისეთი ზიანი არ მიადგეს, ცოტა შეფარდებაც უნდა იყოს. გარემოს ყველა შემთხვევაში ადგება ზიანი. რაც გინდა გაგვდე, ერთი ბარი რომ მოიღოს ანმე, მაშინ ზიანი იმარა, მაგრამ აქ ისეთი შემთხვევა რომ ვიცით ახლა ჩვენ რომ ვამბობთ, დაწუნებული ვარ ჩვენ სიტყვებში, ხო? მე მაგალითად დაწუნებული ვარ, ეს ისეთ ზიანს რო აყენებდეს, რა მეც არ ვიმუშავებდი ამ ორგანიზაციაში. ამიტომ მე გთხოვ თქვენ, რომ მეწარმეებს ხელი შეწყობაშიც დავეხმაროთ და არა მარტო
იმის ლაპარაკში რომ გარემოს დაცვა და გარემოს კი ბატონო გარემოს დაცვა ჩვენ მე გეოლოგი ვარ და გარემოს დამცველი ვარ. გარემოს დამცველი უნდა ვიყო მეწარმეებთან შედარებით, ხო? ამიტომ თქვენგან მე ველი აგიტაციას, პროპაგანდას რომ მიდის ბიზნესი საწარმოა დაფუძნებული ამ საბადო საფუძველზე, კარიერის საფუძველზე დასაქმდება ხალხი და ღმერთმაღლაც საქართველოში ბევრი ასეთი ბიზნესი და საწარმო გაიხსნას. მიუხედავად არაერთის გაფრთხილებისა, მიუხედავად გენინსპექციის, მიუხედავად გარემოს დაცვის აკრძალული ზონაში კარიერისში თაბაშირის მოპოვების მიზნით მიმდინარეობს გრევითი, ყევითი და ფეთქებითი ქმედებები, რომელსაც ახორციელებს დაუდგენელი კომპანია ხიბლით, არ ვიცი კიდევ ვინ, რაც არის წინაპირობა იმ გაუთვალისწინებელი, არაპროგნოზირებადი და არაკონტროლებადი მოვლენებისა, რომელიც შეიძლება განვითარდეს, შეიძლება არ განვითარდეს, მაგრამ ეს პროცესი უკვე დაწყებულია ბატონებო. და არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, ამ ბატონების ზემოქმედებითაც, რომ ენგურის წყალსაცავმა, რომელიც განკარგებულია ენგურის ხეობაში, გადაინაცვლოს მაგანის ხეობაში, რომ ეს იქნება არაერთი კატასტროფა მთელი სამყაროსათვის და ამის პრეცედენტი ბატონებო ძალიან ბევრია ვაიონტის სამხრეთ ამერიკაში და რომ არ გავხდეთ თანამონაწილე იმ კატასტროფისა, იმ აღვირახსნილი ქმედებებისა, ყველას მოუწოდებ ჩვენ მთავრობას, მოუწოდებ ადგილობრივს, მოუწოდებ გენინსპექციას, მოუწოდებ სამინისტროებს, რომ ხარი დაგვიჭირონ და შეწყვიტონ მე-20 საუკუნის ბოროტმოქმედება. აგის შემდეგ რო კიდევ აგზელებენ მუშაობას, ეს არის გასაკვირი. ესე იგი ამას სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევ თუ არა, როცა იცი რომ რასაც აკეთებ ეს ნებს საქმეს ნებს შენს ქვეყანას და კიდევ აკეთებ, ეს არის დივერსია, სხვას ვერ დაარქმევ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და აი დღეს ხო დავინახეთ კიდევ როგორი ქცევია, როგორი ამბავში არიან და სხვათა შორის გარემოს დაცვის სააგენტოდან გვაცნობეს ეს დაახლოებით 1 კვირის შეჩერებული უნდა იყოს არა და დღესაც მუშაობენ. იმედი გვაქვს რომ გარემოს დაცვის სააგენტო და გენინსპექცია თავის სიტყვას შეასრულებენ და ჩამოვლენ აქ სამშაბათს იქნება თუ როცა იქნება და ნახოთ და მე მივიღეთ გადაწყვეტილებას. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა შედეგები მოყვება ამ ყველაფერს, მომავალი გვიჩვენებს. ცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტიდან გამომდინარე გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩამოტანილი იქნა სასოფლო-სამეურნეო ხნის ბარათები. ხნის ბარათი გამოიყენება ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთზე ხნის სამუშაოების მისაღებად. ბარათის მეშვეობით მოსარგებლეებს ხნის სამუშაოების მომსახურების მიღება შეუძლიათ სამუშაოს შემსრულებლისგან. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მოსარგებლეთა სიები და ხნის ბარათები უკვე გადასცა გამგებლის წარმომადგენლებს. გამგებლის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან პროექტის მოსარგებლეებს გადასცენ მათი კუთვნილი ხნისა ბარათი და აუხსნან ბარათით სარგებლობის წესები. ამ ეტაპზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ჩამოტანილია 5405 სახნავი ბარათი. პირველი ეტაპი იყო ახლა ჩამოტანილი ბარათების უახლოეს მომავალში, უახლოეს პერიოდებში ეს თებერვლის ბოლომდე დამთავრდება ბარათების ჩამოტანა რაიონში. მეორე ეტაპი იქნება ჩვენ ქონდა რამოდენიმე პრობლემატური ბენეფიციარები, რომელთა მონაცემები იქნა შესწორებული, გადაგზავნილი და თებერვლის ბოლომდე ეს პროცესი მორჩება. რაც შეეხება თვითონ ხნის პროცესის დაწყებას, ჩვენ ვფიქრობ და ასე გვაქვს გადაწყვეტილი, რომ 1 მარტიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი, რომელსაც ქვია ხნის პროცესი. დანარჩენი მიმართულება ჩვენ ამ ხნაში დამოსახლეობას დაეხმარება შეფასე მექანიზატორის ტექნიკა, აგრეთვე დაეხმარებიან ჩვენს რაიონში ფიქსირებული არის 3 ამხანაგობა
და ისეთი რამე პრობლემა და გადასაწყვეტი თემები ამ მიმართულებით არ გვაქვს. მთავარია ყველაფერი დროულად ჩამოვა ეს ბარათები და დროულად დაიწყება ხნათესვა და 2018 წელი იქნება სხვა წლებთან შედარებით უფრო მობილიზებული და უფრო განსაკუთრებული წელი. გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა დავით მეოთხე აღმაშენებლის ხსენებისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც უძღვებოდა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ნუნუ შანავა. მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა. ასევე საღამოზე წმინდანის შესახებ შექმნილი ლექსები წაიკითხეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. საღამოს ესწრებოდნენ კულტურის მუშაკები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით მეოთხე აღმაშენებელი 16 წლისა გამეფდა. მე-11 საუკუნის 80-იან წლებში საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მუსლიმანური სამყაროს თავდასხმებისგან ქვეყანა აოხრებული, გადამწვარი და განადგურებული იყო. დატანჯულ ხალხს დავითის დიდი იმედი ჰქონდა და ეს იმედი სავსებით ასრულდა. დავითი სამაგალითოდ მართავდა ქვეყანას. დავით მეოთხემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები გალობანი სინანულისანი, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური ბრწამსის გამოხატულებაა. საქართველოს უდიდესი მეფე დავით მეოთხე გარდაიცვალა 1125 წელს. იგი დაკრძალულია მის მიერ აგებულ გელათის ტაძარში. თქვენი ღონისძიებები ყოველთვის იყო ცნობილი და დღეს მით უმეტეს ისეთ დროს, როდესაც ჩვენ როგორია ძალიან გვილხინს ჩვენი სულიერებისთვის უნდა ვიღვაწოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და სულიერების სადარაჯოზე გახართ თქვენ წალენჯიხის ახალგაზრდობის სულიერების სადარაჯოზე და მე ეს ძალიან მეამაყება ქალბატონო ძალიან ყურადღებით მოვისმინეთ დავით მეფის ისტორია რომელიც თქვენ წარმოადგენთ და წიგნი უპირველესი უნდა იყოს თქვენთვის ჩემო ახალგაზრდებო კომპიუტერი რა თქმა უნდა აუცილებელია მაგრამ ის სიბრძნე რაც წიგნშია ნაკლებად გაიგებთ სხვაგან თქვენ მე მინდა ვთქვა რომ ყველა ის ოსტატობა რაც გამოიყენა დავით მეფემ დღევანდელ პოლიტიკოსებსაც გჭირდება და ჭირდება რომ ჩავეხედოთ ღრმად უკეთეს ვერაფერს ვერ წავიკითხავთ ვერსად აი თუნდაც ჯარის შექმნის ისტორიაში და ჯარის გამტკიცების ისტორია თუნდაც საეკლესიო კრება რუისუბნის საეკლესიო კრება მოდით გადავხედოთ ყველაფერს ამას პოლიტიკოსებს მე ვერავის ჭკუას ვერ ვასწავლი ძალიან კარგი პოლიტიკოსები გვყავს მაგრამ ყოველთვის თანამედროვეობა ისტორიიდან ამოზრდილი ჩვენთვის სიბრძნეა და სიბრძნისკენ უფრო გავიხედოთ ღრმად ჩავწვდეთ ამ ჩვენ სიბრძნეს ვისურვებდი მე ყოველ შემთხვევისათვის და იმითი დავამთავრებო რომ ისევ დავითის გზას გავყვეთ გზას ყველაზე ნათელს ყველაზე სწორს და ყველაზე დიახს რომ მართავს რომელიც აუცილებლად მწვერვალზე დატოვებს საქართველოს ყვარიმდელ დღეს და მთავარი ის იყო კიდევ ყველაზე მთავარი რომ დავითი თვითონ იყო თავისი ჯარის ხედართავარი მით უმეტეს ამ ჯარში სხვადასხვა 100 კაცი იყო ისამ ჯვაროსნები აქეთ კვიჩაღები იყვნენ ოსები იყვნენ სვანები იყვნენ ჩამოყვანილი ცალკე ის ჯგუფი ჰქონდათ ეს საოცარი ძალა იყო მაშინ და ყველაფერს ამას განაგებდა ერთი კაცი დავით იყო და თავარი კიდევ ის იყო რომ თვითონ დავითი ხელმძღვანელობდა თავში ის იდგა და ის ომობდა და ნეტა ჩვენს ქვეყანას დღესაც ისეთი ძალა ხვდება და ის კონოდეს რომ თვითონ წავა და გაერთიანებს საქართველოს და მაგარ რო გაერთიანა ისე ღმერთმა გვანახოს რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდეს. დავით აღმაშენებლის ხსენების დღე მოგეხსენებათ გახლავთ 8 თებერვალი და 8 თებერვალს შეგნებულად არ ჩავატარეთ იმიტომ რომ გვინდოდა წალენჯიხის ხელისუფალთაც მიეღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს დღეს მოსვლა და ჩავატარეთ ეს ჩვეულებრივად ტრადიციულად როგორც წინა ჯერზე ვაკეთებდით ისე დავით აღმაშენებლის მსგავსი პიროვნება დღესაც გვჭირდება იმიტომ რომ დაქუცმაცებულია საქართველო კიდევ უფრო დავპატარავდით
ერთიანი საქართველო გვინდა და გვინდა მართველი იმისთანა, რომელიც ამას ყველაფერს მოაგვარებს. ასეთი იყო დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ. ნახვამდის.